მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვასმენად აქვეითებული, სმენის აპარატი მიკეთია, გრამატიკა, როგორც ყოველთვის ნელ-ნელა ვსწავლობ. მოკლედ, ინტერნეტის სივრცეში ნახეთ ტელეკომპანიის გაშუქებული, სადაც გადაღებული არის გორში, ადამიანი დაკავებული, რომელიც პოლიციელები როგორ ცემეს დაკავებული ადამიანს. ამთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ საშუალო თემას შევეხო ამ დაკავშირებით. პოლიციასთან მაქვს საუბარი. მოკლედ, მე რას ვნახე ვიდეოში, გორში მომხდარი ამბავი, დაკავებული ადამიანი, რომელიც ბევრი პოლიციელები იყვნენ და ცემეს, აწამეს. და აი ამ თემაზე მინდა შევეხო და მინდა რომ თელმა საქართველო გამოფხიზლებული იყოს, რამდენად სწორია და რა არა ისტორია. აი ახლა მე რაღაცას ვიტყვით მაგალითი რა. როდესაც ადამიანი დაკავებული არის და ამ დროს პოლიციელები დაკავებით დროსაც პოლიციელები ცემენ რამოდენიმე ადამიანს სასტიკად იძალადეს და ეხლა შეწარმოიდგინეთ, ეს ადამიანი უკვე მსხვერპლია, დაკავებული ადამიანი მსხვერპლი, რომელიც პოლიციელი იძალადა. გასაგებია, რაღაც მომენტში არ მოეწონა, იმის გამო ცემეს და დააკავეს, ხო? თავიდანვე რა თქმა უნდა დააკავეს და მერე თან ცემეს. გასაგებია, რაღაც მომენტში არ მოსწო და რაღაცი მთელი ძალას ისეთი ურტყამდეთ, რომ აი ღირსი ხარო და საცემი ხარო რა. კი ბატონო, არ ვიცი ამ ადამიანმა რა გააკეთეს, წარმოდგენას არ მაქვს, მაგრამ ერთადერთი ნიშნულოვანი დატვირთვა რომ საყურადღებოდ მივაქციო ამ მომენტებზე. როდესაც ადამიანი ყავს დაკავებული და არ უნდა ხდებოდეს ძალადობრივი სისასტიკე. და რატო? როდესაც აი კი იტყვიან პოლიციელებს, რომ მე რა მოხდაო, რა ეტკინებაო, რა ჩხუბი არასდროს გქონიაო, მე რა მოხდაო, ჩხუბიაო, არაფერი არ მოვა. წარმოიდგინე ეს ადამიანი მსხვერპლი, იმ ხელას მსხვერპლი, იმ მსხვერპლა,
რომ მთელი სასტიკი ცემეს და მერე შენ წარმოიდგინე ეს ადამიანი შეიძლება ითქვას რომ მკვდარი დახვდეს და როგორ უნდა აღწერო თქვენი სიტყვებით ამ დაკავებული ადამიანი დოკუმენტში რომ რაღაცა დოკუმენტი დაწერო ეს ადამიანი დაკავებულია და უგონოდ დაკარგაო ამას უნდა აღწერო ეს სიტყვა თუ ადამიანი დაკავებული ცემეს პოლიციელები და მოკლეს ამას ყოველთვის იტყვით თუ პირიქი ადამიანი დაკავებული და უგონოდ მოკვდა ასე იტყვით ძალიან მარტივა ანუ ყველაფერი ფარულად საქმეს აკეთებ რომ არავის მთელმა საქართველოს არ გაიგო რა განამდვილებით მოკვდებოდა ადამიანი ეხო სიგიჟია რას აკეთებ პოლიციელებო რას ჩადიხა ამხელად სოდვაში რამ გაგამწარა ხო დააკავე ჩასვის ციხეში თუ კი მართლა დანაშაულებები კი ბატონო ჩასვის ციხეში მაგრამ ასე ძალი რას კლავთ ბიჭო მე ეხლა წარმოიდგინე აი რა მომენტია იცი დაკავებულის დროსაც ხო ეჩხუბებოდა რომ მოდი ბიჭებო ცემო ოღონ არ მოკვდესო რა რამეზე ისე რომ ცემოთ ისეთი სუფუკათ რომ ცემო ოღონ არ მოკვდეს კაცმა რა და მე ჩავსვა ციხეშიო და ღირსია რომ საცემიაო ბიჭო ჯერ ერთი დაკავებული რო ყავ შეგეძლო ჩაგეცვა ციხეში და დამთავრებულია ამბავია მაგრამ შენ ისეთ გისტორდება ადამიანიც აი ურჩხულად რო აღჩობ და კლავ თითქმის ბიჭო რეებს აკეთებ ხალხო სულ გაგიჟდი ურჩხულად გადაქცეულები ხარ თქვენ სუფთა გულით აღარ გექნებოდა არანაირი და უკვე მხეცდები მთელი ისა ეს ცხოვრება რა დაგემართა პოლიციელებო რა გჭირთ თქვენ შეგეძლო დაგეკავებინა ჩაგეცვა ციხეში და რომ გეკლა როგორ იტყვის შენი აღწერილი დოკუმენტი რომ ადამიანი დაკავებული და უგონო დაკარგა და გარდაიცვალა ასე ეტყვით თუ ადამიანი დაკავებული პოლიციელი ცემეს და ასე მოკლესო ასე იტყვი ხმამაღლა ვის ეს ტყვილს დამალა იმით დედაშევეცი მე რა იმიტომ რომ არ გავხარ ადამიანი ბრებს აკეთებ პოსტა აი სიგიჟეს ჩადიხარ რა რამხელად სოდვაში ჩადიხარ ბიჭებო რა არის ეს რა სოდვაში ჩადიხართ შეგეძლო დაგეკავებინა ჩაგესვა ციხეშია და მორჩა თითქმის ლამის მოყალი კაცო კაი არ მოკვდება ცოტა მსუბუქი ვცემო და ოღონ არ მოკლათო რა თუი ეს არანაირი არ გააჩნდა ეს აი საქართველოს მშვიდობა და იძახი ემსახურები საქართველოს რა ემსახურები მესაც მაქვს ისტორია სხვათა შორის და არაფერს არ განმარტებას არ ვიტყვი კარგად ვიცი რა როგორი სიტუაციებია როგორი არიან პოლიციელები და სუფთა მხეცებია ყველა ცუდი პოლიციელები აი ყველა პოლიციელებს არ ვეხები ჩემო კარგებო კარგი პოლიციელები სუფთა გულით პოლიციელები იმას ვენაცვალო ვისაც სუფთა გულით გონებით აზროვნება აქვს და იცი რომ შენ მართალი საქმის აკეთებ როცა მართლა ემსახურების საქართველოს როცა კარგად იცი რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა მოიქცე რომ იმხელად სოდვაში რო აჩადიხა სუფთა გულით გონებით ამაც გენაცვალო ისა პოლიციელები ხოლო არაზროვნები და ისეთი მხეცები და ისეთი რაც სოდვაში აქვს და რათა თავში აქვს და რომელიც გული სუფთა გული რო არა აი ამას ვეუბნები არ ვიცი არა ზედმეტის გინებას არ მინდა მაგრამ საკმარისად ერთხელაც დავიგინე რაც სოდვაში ჩადიხა კაი რას გააკეთე აი ერთი სიტყვით თუ ადამიანს ჩაგრავ შენს დაიჩაგრები ვიდრე არ დაიჩაგრებოდი თითქოს
ვინ დამჩაგრავთ ფეხებს ვერ მომჭამსო ფეხებს ვერ მოგჭამს კი არა გეუნები ყოველთვის ასე იქნება როდესაც ადამიანი ვინმეს იზალადებ და ასე სასტიკად ასე მხეცად შეც მოგექცევა და ვინა უნდა მცემოსო ვინა აბა მოვიდა და თითქოს ძლიერდებიო მე ვერაფერს დამჩაგრავ და აბა ვის უნდა ჩემ დაჩაგვრა ვაი შეც პატრონს და მართლა შენ პატრონ პოლიციელებო ძალიან გთხოვ სუფთა გულით იცხოვრე სუფთა რწმენი ადამიანის სიყვარულით მართალი და კეთილი და ჭეშმარიტება საერთოდ რას არ კავშირი იმის საქმე ქმენი რა არაცოდეს არ უნდა ცემო დაკავებული ადამიანი უბრალო იმისთვის გააკეთე დაკავებით დროს ჩასვით ციხეში გააკეთე ისე დოკუმენტში რა მოხდა როგორ რაღაცა ისე ყველაფერი უნდა ჩაიარო ვიდრე ადამიანი დაკავებით დროს და თითქმის რო ხოცავ და მე რა შედეგის მოიტანე პოსტა დიდ სოდვაში ჩადიხარ ეხლა მე რო იტყვი კი მოდი იცი რა არ მინდა რომ დასკვანაში გამოგიტანო რომ რაღაცა თქვენ გაქვთ აზროვნება გულით და გონებით იცით რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა მოიქცე სუფთა გული პოლიციელის ვენასვალა ხოლო დანარჩენი მხეცები და არა აზროვნების გონებით რომელიც არა ისე მხეცდებიან და ისე უსწორდებიან და ისე ტყუილში ცხოვრებაში და რეალობის შემცვლელს რო ქმნი მით დედას ვატირე მოჩან დამთავრებულია ერთ-ერთი ჩემი სიტყვა არის მართალი ჭეშმარიტი სიტყვა მოჩა მინდა რომ გავამჟღავნო ეს მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო გაიგო იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი ცხოვრება საერთოდ არ არის ეს მშვიდობიანი ცხოვრება ეს არის ისა მთელი ცხოვრები ჯოჯოხეთური